ზოგჯერ არგუმენტი არ არის ისეთი დამაჯერებელი, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. გაიგეთ ნამდვილი არგუმენტების წონა. არგუმენტები თეასი ჭინავასთან. ყოველ საღამოს მაესტროზე. საღამოშიდობისა. რომელია ევროპასთან დაახლოების ყველაზე რეალური გზა? ამ კითხვებზე როგორც ჩანს, რამდენიმე ვერსია არსებობს. მაგალითად, არასამთავრობო ორგანიზაციათა გაერთიანებას ევროპული საქართველოსთვის, რომელიც 50-ზე მეტ არასამთავრობო საერთიანებს ერთ-ერთი არგუმენტი უკვე ნაპოვნი აქვს. თუ კი გვინდა გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი, მაშინ ევროპული კალენდარული თანმიმდევრობაც უნდა იქცეს ტრადიციად, აცხადებენ ისინი. ხანუკა, კათოლიკური შობა, 31 დეკემბერი, როგორც საბჭოთა კავშირის დაშლის თარიღი, დღესასწაულების ჩამთვლით კიდევ შეიძლება უბრალოდ შორს წაგვიყვანს გარდა ამისა ევროპული საქართველოსთვის აქცენტს მხოლოდ რამდენიმეზე აკეთებს და გამოდის ინიციატივით, რომ ისინი როგორც ნავროზობა საერთო სამოქალაქო დღესასწაულად უნდა გამოცხადდეს. რისი თქმა ან დამტკიცება გსურს ამ ინიციატივით და მიგვიყვანს თუ არა ეს გზა ევროპამდე ამ თემაზე ერთმანეთის პირისპირ ფილოსოფოსები გიანოდია და გიორგი მარგველაშვილი საუბრობენ. მე ვარ თეასი ჭინავა და თქვენ უყურებთ არგუმენტებს, სადაც განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები საკუთარ არგუმენტებს იცავენ. მაშასე თქვენ უყურებთ არგუმენტებს და ჩვენი სტუდიის სტუმრები არიან, როგორც აღნიშნე უკვე ფილოსოფოსები, ბატონები გიორგი მარგველაშვილი და გიანოდია. საღამოშიდობისა ბატონებო, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ მობრძანდით და იღებთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობას. მაშასე ესეც საკმაოდ საინტერესო თემა შემოგთავაზეს არასამთავრობო ორგანიზაციათა გაერთიანებამ, ესე ვთქვათ, ევროპული საქართველოსთვის. თავად სათაურები გვანიშნავს ალბათ იმაზე, რომ ამ არასამთავრობო ორგანიზაციების სურვილია, რაც შეიძლება დავუახლოვდეთ ევროპას, მოხდეს ევროპაში ჩვენი ინტეგრაცია, ესე რომ ვთქვათ, მაგრამ როგორც მოსალოდნელი იყო, ასეთა სხვადასხვაობა არსებობს, რომელი გზა არის უფრო რეალური და გამართლებული იმისთვის, რომ ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრები გავხდეთ. ბატონ გია, თქვენ ხართ ამ არასამთავრობო ორგანიზაციების, ესე ვთქვათ, გაერთიანებაში და კოალიციაში ერთ-ერთი წევრი ხართ ამ ორგანიზაციის და რადგანაც თქვენ ხართ ამ ორგანიზაციის წევრი, მოდით თქვენგან დავიწყოთ საუბარი ინიციატივაზე, რომელიც გაჟღერდა დღეს ოფიციალურად, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები გვთავაზობენ, როგორც მაგალითად ნავროზობა იქცა საერთო სახალხო დღესასწაულად და პრეზიდენტი იყო ამის ინიციატორი და დამკვიდრდა ქვეყანაში, ისევე იქცეს მაგალითად ხანუკის პირველი დღე, ან 25 დეკემბერი კათოლიკური შობა და ასე შემდეგ ჩამონათვალი შორს მიგვიყვანს. რას ემსახურება ეს ყოველივე ბატონ გია, იქნებ განგვიმარტოთ. თავად საინტერესოა, რომ ეს უკვე განიხილება, მე რამდენადაც ვიცი ეს ჯერ კოალიციასაც ვთქვათ, არ მიუღია. მე დღეს მივიღე ელექტრონულ პოსტაზე ეს ტექსტი, რომ აი ხომ არ მივიღოთ ასეთი რამეო და ხვალ უნდა გადავწყვიტოთ, მე ჯერ არ მიპასუხია, იმიტომ რომ დღეს დაკავებული ვიყავი, ხვალ ვაპირებდი პასუხს ელექტრონულ პოსტით და ტელევიზიით, ასე ვთქვათ, მიწევს პასუხის გაცემა, ჯერ არც ვფიქრობდი, რომ აი საღამოს ლექციის შემდეგ დავждები, დავფიქრდები. აი, მე მგონი შესაბამისი პირობები შეგიქმნით, ოპონენტი მოგიყვანეთ და უფრო კარგად გაანალიზებთ. ნუ კარგით, კარგით, არ გავუსწრებ მოვლენებს წინ, მაგრამ მაინც იმედს გამოვთქვამ, რომ ოპონენტი იქნებით. ნუ ხო, რა ვიცი, წინ ყოველ შემთხვევაში ტექსტი რო წავიკითხე, ჩემი პირველი ინსტინქტური რეაქცია იყო პოზიტიური. დიახ. ნუ თუ ეს ნოვრუზ ბაირამი თუ რა ვთქვათ, ეს პრეცედენტი შეიქმნა, რომ ესეც იყოს რაღაცნაირად სახელმწიფო აღიაროს ეს დღესასწაულად. ჩემი აზრით ეს არის კარგი პრეცედენტი, იმ ხოსარისით, რომ ჩვენ ბევრი გვაქვს ძალიან ქრისტიანული დღესასწაული, რომელიც სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული, ესე იგი აღიარებული დღესასწაულია, მაგრამ საქართველოს ეს არის ისტორიულად მრავალკულტურული, მრავალეროვანი, მრავალრელიგიური ქვეყანა და ალბათ ლოგიკურია, რომ სახელმწიფო რაღაც ფორმით აღიაროს ისიც დღესასწაულებად. თუ ყველა მოქალაქისთვის არის დღესასწაული, ნუ შობა, მცხეთობასები ცხოვრობა და ასე შემდეგ, მათ შორის აზერბაიჯანელისთვის და სომხისთვის, ნუ რატო არ უნდა იყოს რაღაც ფორმით დღესასწაული იგივე ნოვრუზ ბაირამი, ან იგივე ხანუკა და ასე შემდეგ. რაც შეეხება შობას, მე ვთქვათ ვერ დავეთანხმები 25 დეკემბერი კათოლიკური შობაა. დღეს ვისაუბრე ბულგარეთის ერთ ბულგარელს სპეციალურად ვკითხე, თქვენ შობას როდის აღნიშნავთ მეთქი, მართლმადიდებლური ერია და ისინი 25 დეკემბერს აღნიშნავენ, ესე იგი. სად კათოლიკური შობა ეს არ არის ისე
შესწავლისთვის, მაგრამ ზოგად, როგორც თქვი, ზოგად პრინციპს და სულისკვეთებას, ასე ვთქვათ, პირველი წაკითხვით ვეთანხმები, იმიტომ რომ კარგად არ წამიკითხავს, არ მეცალა უბრალოდ. ბატონ გია, თქვენ ესეთი მინიშნება გააკეთეთ, თუ კი ჩვენ საერთო სახელმწიფოზე იმად არის გამოცხადებული მაგალითად ქრისტეს შობა, ან სხვა რელიგიური დღესასწაულები, მართლმადიდებლური რელიგიური დღესასწაულების გულისხმობთ, რატო არ უნდა აღინიშნებოდეს, იქიდან გამომდინარე, ჩვენ მრავალეროვანი ქვეყანა ვართ. მაგრამ რისი აქცენტი, რაზე გინდათ აქცენტი გააკეთოთ ამ შემთხვევაში, რომ მართლმადიდებლობა, ესე ვთქვათ, პრივილეგირებულ რელიგიად არის გამოცხადებული ქვეყანაში, პრივილეგირებულ მდგომარეობაში იმყოფება დღესასწაულების აღნიშნასთან დაკავშირებით, თუ აი რისი უფრო დაგვიკონკრეტეთ. რა თქმა უნდა, პრივილეგირებულ მდგომარეობაში არის, მაგრამ ეს არ თვლი რომ ეს რაღაც ცუდია ან მიუღებელია, ბუნებრივია ისტორიულად ქრისტიანული ქვეყანა ვართ და მართლმადიდებლური ქვეყანა ვართ. ასე ვთქვათ, უმრავლესობა მართლმადიდებელია და ნუ ახლა ამერიკაშიც ბევრი მუსლიმანია, მაგრამ შობაა მთავარი დღესასწაული. ხო, მე ამას კი არ ვაკრიტიკებ, მე ვამბობ იმას, რომ გარდა ამისა, დამატებით კარგია, რომ სახელმწიფომ აღიაროს ის ფაქტი, რომ ჩვენ არა ვართ მხოლოდ ქრისტიანების და მხოლოდ მართლმადიდებლების სახელმწიფო, ჩვენ ვართ მრავალკულტურული და მრავალეროვანი და მრავალრელიგიური სახელმწიფო და შესაბამისად აი ამ აღიარების ერთ-ერთი ფორმა არის, ასე ვთქვათ, აი ამ დღესასწაულების პატივისცემა სახელმწიფოს მიერ და არა მხოლოდ ინდივიდების მიერ. ანუ რაც არასათანადოდ არის ახლა ამ შემთხვევაში ჩვენს ქვეყანაში თქვენ საუბრობთ, რომ უნდა იყოს სათანადოდ გამოხატული, ანუ სათანადოდ არ ცემთ პატივს სხვა რელიგიურ სახელმწიფო ოფიციალურად არ აღიარებს ამას დღესასწაულად. და ჩემი აზრით არის პოზიტიური ნაბიჯი, ეს არ ნიშნავს, რომ აქამდე გვეჯავრებოდა ეს ხალხი და ახლა შეგვიყვარდება, ეს არის პოზიტიური ნაბიჯი ჩემი აზრით. გასაგებია. ბატონ გიორგი, თქვენ დღეს გაეცანით ამ ინიციატივას, როგორც ჩვენც მაგალითად და აქედან გამომდინარე პირველადი თქვენი რეაქცია ბატონმა გიამ აღნიშნა, რომ როცა მან მიიღო ეს შეტყობინება, პოზიტიური რეაქცია ჰქონდა ამასთან დაკავშირებით და დააფიქსირა კიდევაც თავისი მოსაზრებები და არგუმენტები, რატომაც ჰქონდა პოზიტიური რეაქცია. ბატონ გიორგი, თუ კი აღნიშნავთ ნავროზ ბაირამობას, ხო? ნავროზობას, ხო? რა დააშავა მაგალითად ხანუკამ, ან კათოლიკურმა შობამ მაინც ესე ვიტყვება. გია, თუ შეიძლება თქვენ რა თქმა უნდა, არაფერი არ დააშავა და მე შთაბეჭდილ ჩემო ჩვენ მაინც და მაინც ბევრი საკამათო ამ ეტაპზე არაფერი არ აქვს ამ პოზიციასთან დაკავშირებით. მე ერთმნიშვნელოვნად ვიზიარებ იმას, რომ საქართველოს არის თავის კონსტიტუციით, თავისი არსით ქვეყანა მრავალეთნიური, მრავალეროვნული, მეტიც ჩვენი მრავალრელიგიური, მეტიც ისეთი წარსულის ის ეპოქა, რომელსაც ჩვენ ქართველები გაცნობიერებით თუ გაუცნობიერებლად ასე ვთქვათ, რომელთანაც პარალელს ვატარებთ ეს ოქროს ხანა ქართული კულტურის არის სწორედ ესეთი, როდესაც მრავალრელიგიური იყო საქართველოს სახელმწიფო და ეს მრავალრელიგიურობა გამოხატული იყო სახელმწიფოს ტოლერანტობაში, მე ვლაპარაკობ დავით აღმაშენებლის ხანაზე, ხო? მაგრამ აქ შეიძლება ვილაპარაკოთ პატარა განსხვავებაზე, როგორ მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხი და აქედან გამომდინარე, ერთმნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ იქნებიან ეს მუსლიმები თუ ებრაელები თუ კათოლიკები, ჩვენმა სახელმწიფომ უნდა აღიაროს და მაქსიმალურად ხაზი გაუსვას იმას, რომ პატივისცემს მათ რელიგიას. მაგრამ ერთი არის, როდესაც შენ ამ პატივისცემას გააჩნია რა ფორმით აღიარებ. ჩემი აზრით, ეს აღიარება უნდა იყოს იმ ფორმით, რომ არ გახდეს ხელოვნური და გარკვეულწილად შემცვლელი, თვითონ არ უნდა გადაამეტო რაღაცას რო ქმნი, თვითონ ტოლერანტობის კონცეფცია არ უნდა გადაგივიდეს საკუთარი თავის დაკარგვის თუ აი გარკვეულად საკუთარი საზღვრების მოშლის თქმედებებში. ანუ დღეს დავუშვათ ამაზე ვსაუბრობდით და მე ესეთი აზრი გამიჩნდა, რომ რატო არ შეიძლება რომ ყველას იქნება ეს ებრაელი, მუსლიმი თუ კათოლიკე სახელმწიფომ უღიაროს ის უფლება, რომ ეს დღესასწაული ამ ადამიანმა აღნიშნოს. და ეს იყოს ჩადებული კანონში აკრძალვის ფორმით, როგორც სახელმწიფოს დამქირავებლის მიერ, ესე კერძო დამქირავებლის მიერ, რომ ეს ადამიანი თავისუფლად ესე დათხოვნილ იქნა სამსახურიდან, იქნება ეს ხანუკა, რაშაშანა, ნოვრუზ ბაირამი, თუ ხაჯი, თუ ასე ვთქვათ, სხვა ესეთი ამ რელიგიური მიმდევრობის მქონე ადამიანები. ამ რელიგიური მიმდევრობის მქონე ადამიანებისათვის ეს იყოს ნებადართული. მე ესეთი პრაქტიკა გამიგია. ჩემს ახლობელს ველაპარაკებოდა და ის მე საუბრებოდა იმის თაობაზე, რომ საფრანგეთში, რომელიც კათოლიკური ქვეყანა არის, ესეთი უფლება გააჩნიათ მართლმადიდებლებს, რომლებიც აღნიშნავენ
შობას შვიდში ესეთი მე მახსოვს ძალიან პატარა ვიყავი და ცხოვრობდი მუსლიმურ ქვეყანაში რომელიც სირიაში და სირიაში ეს იყო არა ყოველდღიურ რეჟიმში არა ესეთ წელიწადში ერთხელ განხორციელებად რეჟიმში არამედ ყოველკვირეულ რეჟიმში ქრისტიანები ისვენებდნენ კვირას მუსლიმები მუშაობდნენ კვირას და ისვენებდნენ პარასკევს ესეთი მიდგომა ჩემი აზრით მაგრამ მე მომხრე ვარ იმის რომ სახელმწიფომ ხაზი გაუსვას ამას აღიარებული იქნას ის ძირითადი დღესასწაულები რაც აქვს სხვა კონფესიების წარმომადგენლებს და მაგრამ ის რომ გადავიტანოს აი აქ პრობლემა ჩნდება იმ მომენტში როცა ჩვენ ლაპარაკობთ როგორ გადავიტანოთ ეს ერთიან ეროვნულ კულტურაში და რა კრიტერიუმით ერთს მივანიჭოთ ზოგად ეროვნული მნიშვნელობა ხოლო მეორეს არ მივანიჭოთ ანუ თქვათ რომ 7 იანვარი და არის უქმე დავუშვათ აღდგომა არის უქმე ხოლო კათოლიკური შობა არა აი აქ მე ერთმნიშვნელოვნად მგონია რომ პრიორიტეტი და დომინანტი უნდა კონდეს იმ ფაქტს და იმ რელიგიას რომლის აღმსარებელიც ფაქტიურად უმრავლესობა ამერისა არის ზუსტად იგივე დამოკიდებულება მაქვს ზოგად სხვა დღესასწაულების მიმართ ის რაც ჩვენ ყველასთვის უმრავლესობისთვის გამაერთიანებელია ის შეიძლება იყოს ასე ვთქვათ სავალდებულო უმცირესობისათვისაც ანუ მუსლიმმაც უნდა დაისვენოს ასე ვთქვათ მისთვის უქმე უნდა იყოს აღდგომა მიუხედავად იმისა რომ ეს მას რელიგიურად არ ეხება მაგრამ ჩვენთვის როგორც ქრისტიანისთვის და როგორც ამ ქვეყნის მაცხოვრებლისთვის არ უნდა იყოს სავალდებულო იგივე დღესასწაულის აღნიშვნა იმ მარტივი ფაქტიდან გამომდინარე რომ მე ვარ ამ ქვეყანაში დომინანტური რელიგიის წარმომადგენელი, ხოლო მის რელიგიას მე პატივს ვცემ, მის უფლებას ვიცავ, მაგრამ არ გადმომაქვს ეს ჩემ ძირითად კულტურულ მახასიათებლად. კი ბატონო, ბატონგია. ესეთი პოზიცია არსებობს. მე როგორც ბატონო გიორგი თქვა, მაგალითად ბევრი საკამათო არა გვაქვსო, მე მგონი ჩვენ ჯერჯერობით ამ წუთისთვის ხო შეაფერს მას საწინააღმდეგო არ გვითქვამს, ის ლაპარაკობს იმაზე, უქმე დღე თუ უნდა იყოს თუ არა ეს დღეები გამოცხადებული. Ну, ეს უკვე დომინანტობაზეც იყო საუბარი. არა, ну, ხო, ეს დომინანტობა ეს რაღაც ის არის არგუმენტი ასე ვთქვათ ამისი. ჩემი, ну, მე მართლა გითხრათ, არა მაქვს ასე კარგად გააზრებული უქმე დღე თუ უნდა იყოს გამოცხადებული თუ არა ყველასთვის და ასე შემდეგ და ну, ახლა მაგრამ თუნდაც რომ ჩავთვალოთ ეს მე მგონი საერთოდ ძალიან ამიტომ ბევრი უქმე დღე უბრალოდ ცუდია სხვა თვალსაზრისით. ახლა შეიძლება საერთოდ თქვათ რომ მოდი პარასკევსაც დავისვენოთ თუ ყველა შაბათსაც და კვირასაც და სულ ყველას აუგზავნოთ მუშაობა რომ პატივი ვცეთ ერთმანეთის რელიგიურ გზნობებს. ალბათ კი შეიძლება თეორიულად ეს გავაკეთოთ, მაგრამ არ ამგონია კარგი იყოს ქვეყნისთვის. ასე რომ ჩემი აზრით ამ ეტაპზე ჩვენ ცოტა ამ თვალსაზრისით ამიტანი ბევრი უქმე დღეები გვაქვს. მაგრამ ну, ახლა თუ დომინანტობას და უმცირესობის უფლებებს აი ამ რაღაც ორი ღირებულების რაღაც ბალანსზე საუბრობთ, ну ქრისტიანული დღესასწაული არ ვიცი რამდენი გარდამითვლია შეიძლება გვაქვს 12, არ ვიცი დავუშვათ 10, ანუ უქმე დღე რომელიც ქრისტიანული დღესასწაულის გამო არის უქმე არის ძალიან ბევრი, ну საკმაოდ ბევრი, მაგრამ ну ის ნოვრუზ ბაირამი არის ერთი თქვა, ხო? და ჯამში ეს თუნდაც აი ამ წარმოდგენილ ტექსტში შეიძლება ეს ჯამში ყველა უმცირესობის რელიგიის გამო რომ თქვა რომ ეს უქმე დღეობას ნიშნავს ეს დღესასწაულის აღიარება, ну იქნება თქვა 4 ან 5, ხო? ანუ მაინც ნაკლებია, მაინც დომინანტურობა არ იკარგება. ასე რომ მე აქ მგონია რომ პრინციპზე ჩვენ გაინავს ვერ ხედავ რომ პრინციპზე აი ვერ თანხმდებოდეთ. არა, გასაგებია. მაგრამ ნუ აქ ტექნიკა უქმე დღეა ეს დღესასწაულის აღნიშნა, უქმე დღეს ნიშნავს და ვის აქვს უფლება იმუშაოს და აღდგომა დღეს მუსლიმანს უფლება აქვს თუ არა იმუშაოს და ამ შემდეგ თუ გინდა თუ არა უნდა იქეიფოს, ეს ძალიან ასე ვთქვათ არ გონი პრობლემა მარტო უქმე დღეში არ დგას ბატონოგია, ანუ სავალდებულოდ საზეიმო დღესასწაული, ანუ როდესაც საუბრობთ იმაზე რომ მე ვინმე შეიძლება მაიზულოს რომ ვიზეიმო თქვა 26 მაისი. თუ არ ვიზეიმება, არ ვიზეიმებ და ვიმუშავებ, დავწერ სტატიას მაინც და მაინც. ხო, მაგრამ ბატონო გიორგი მოგიყვანეთ მაგალითი ამ შემთხვევაში რომ როგორც მართლმადიდებლისთვის, როგორც ქრისტიანისთვის, მისთვის არ არის სავალდებულო მაგალითად იზეიმოს, რა ვიცი, სხვა რელიგიური დღესასწაული. ნუ იზეიმებს თქვა, მუსლიმანისთვის ახლა ამ დღევან დღეს სკეთოს ყოველობაზე ყველა მუსლიმანი კეიფობს და სხვას კლავს. არა არ არის სავალდებულო იზეიმო. მაშინ რა უნდა გააკეთოს ამ შემთხვევაში? არა, მე ადამიანზე არ ვსაუბრობ. სახელმწიფომ რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ეს ადამიანებიც იყვნენ, ასე ვთქვათ, თანასწორ უფლებიანები თუ ეს არის ჟესტი ამ ადამიანების მიმართ, რომ არა, მე ვამბობ მექანიზმი რა უნდა შემოშალოს. არ ვიცი, მექანიზმი არ მიფიქრია, როგორც გითხარი, დღეს წავიკითხეს ელექტრონული გზავნილი
მოკლედ ძალიან და კარგად არ დავფიქრებულა რამაზე ახლა როს მაგრამ მოსაზრებას ეთანხმებით იმაზე რომ ეს დღეებიც გამოცხადეს სამოქალაქო სახალხო ეროვნულ დღესასწაულებას რაღაც ეს თქვა სახელმწიფომ აღიაროს ესენი როგორც ერთიანი დიახ თუ მუსლიმს ვეუბნებით რომ ჩემი რაღაც 10 დღესასწაული შენთვისაც დღესასწაული ახლა შენ იმ დღეს რა გააკეთე რას გააკეთებ ეს ისევე როგორც მართლმადიდებელი რას გააკეთებს პიროვნულად ეს არავის არ ეხება მაგრამ ნუ რაღაცნაირად ეს თქვა ვეუბნები რომ პატივი ეცი რახან ასე ვთქვათ უმრავლესობა ჩვენა ვართ აი 10 დღე წელიწადში პატივი გვეციდა ნუ მე ვეუბნები კი ბატონო შენ 10 დღე გვეცი პატივი მე ერთ დღეს გცემ პატივს არ ამგონია რომ ეს ბალანსი ნიშნავდეს რაღაც ეროვნული კულტურის დაკარგვას ან საკუთარ იდენტობაზე ვარის თქოს სწორი მიდგომა ბატონო გიორგი საკუთარ იდენტობაზე ხა შახაბასი ვერ გათქმევინებს უარს თუ არ გინდა რომ უარი სახელმწიფოს მიერ არ ნიშნავს ამის თქმას თორე ხო არ ვიცი მართლა გეუბნები საკამათოა მე მაინც მიმაჩნია რომ აი ეს რანაირ კავშირშია ეს ქმედება ევროპასთან დაახლოებას და მაგას ვხედავ საკამათო იცი და აქ განსახილვება მე ტექნიკურად ესე ვხედავ ამ გადაწყვეტილებას და მიმაჩნია რომ ის დღესასწაულები რომლებიც არის საერთო ეროვნული და ეფუძნება არსებულ ქრისტიანულ კალენდარს ჩემი აზრით უნდა იყოს სავალდებულო ეხლა რამდენი უნდა იყოს 10 თუ 12 ეს ჩემი კომპეტენციას ცილდება აგრეთვე ისეთი დღესასწაულები როგორებიც არის რა უშოთ არ ვიცი 8 მარტი თუ ახალი დღესასწაულის შემოღება რომელიც საბჭოთა კავშირის დანგრევას რატო აღნიშნავს 31 დეკემბერს არ ვიცი ეს საკითხები მე მიმაჩნია რომ აქ მიდგომა უნდა იყოს შემდეგი რომ რა მართლა აერთიანებს უმრავლესობას ამ ქვეყნისა რა ემოცია ან რა თარიღი აერთიანებს და ხელოვნურად რაღაცა საკითხების შემოღება და პლუს ამ თემის აკავშირება ევროპასთან მე მაინც რაღაცა ხელოვნურად რას გულისხმობთ ანუ ეს საკითხები რომელზედაც არის საუბარი რელიგიურ დღესასწაულებთან დაკავშირებით მაინც ხელოვნურად არის შემოტანილი არა მე კიდევ ერთხელ გეუბნებით მე წავიკითხე სხვა შორის ეს მანიფესტი რომელსაც ბატონმა გია მოაწერა ხელე მე აქტოვანებული ვარ იმ სულისკვეთებით რომელიც არის ამ მანიფესტში ძალიან გული დამწყდა რომ 52 ორგანიზაციაში მე არავინ არ მომართა და ძალიან გული მწყდება ბატონო გია რომ მიუხედავად იმისა რომ ძალიან ჩემთვის ბევრი ნაცნობი ადამიანი არის არ მოხდა იმის არ მომეცა იმის შესაძლებლობა რომ ამ მანიფესტისთვის ხელი მომეწერა მაგრამ პრინციპში თავიდან ბოლომდე ვუერთდები ამ სულისკვეთებას ამ მანიფესტისა და საქართველოს ევროპის კულტურად საქართველოს ისედაც არის ევროპული კულტურის ნაწილი მაგრამ უფრო ამ დაახლოების პროცესისთვის ხელის შეწყობა მე მიმაჩნია რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი და პოლიტიკური საქმიანობა უბრალოდ ამ ორ თემასა ამ საკითხსა და იმ პროცესს შორის როგორც არის დღესასწაულების შემოტანა და ამით თითქოს და ტოლერანტობის დამტკიცება თუ ელფერის შექმნა ეს არ მიმაჩნია მე მართებული მე რომ ყოფილიყავი სამწუხაროდ კიდევ ერთხელ გეუბნებით არ მომეცა მის შესაძლებლობა შევეცდები რომ რაღაცნაირად მოვხვდი ამ ხელმომწერთა სიაში პირდაპირ გეაჯებით ბატონო გია მოწერინოთ ხელი იმიტომ აქ ლაპარაკია ვინც ჩვენ მხარეს არისო ის უერთდებოდა მე უერთდები და დიდი სიამოვნებით შევერთდებოდი ამ მანიფესტს და რა ვიცი ამ სულისკვეთებას გავიზიარებდი მაგრამ საკითხებს აბსოლუტურად სხვას დავაყენებდი რა ვიცი ვიტყოდი რომ ტოლერანტობა იწყება იქედან რომ დაუშვათ იგივე პრეზიდენტს ვუთხრათ რომ იქნება არ დაიწყოს თავისივე მოსახლეობის სეგრეგაცია და არ დაარქვას მიტინგზე გამოსულ ხალხს სუკის აგენტები არ ილაპარაკოს ჩარეცხილებზე ანუ ერთიანი ქარგის და ერთიანი სახელმწიფოს და ერთიანი სოციალური ქარგის შექმნა და ამ ქარგის ევროპისკენ ორიენტაცია და ტოლერანტობა მე ძალიან მნიშვნელოვანი ფენომენი მგონია მაგრამ იმდენი რამეა გასაკეთებელი ნოვრუზ ბაირამამდე იცით რომ ამ რეჟიმში აი ძალიან ბევრი რაღაცა ჩვენ შეგვიძლია უთხრათ ევროპული ღირებულებების თაობაზე იმ უმნიშვნელოვანესი რამის თაობაზე რაც აგიწერიათ ინდივიდის თავისუფლება რა ვიცი საკუთრების უფლება ჩემთვის არის უბრალოდ აი ძალიან დიდი ხანია ესეთი მშვენიერი ტექსტი არ წამიკითხე კიდევ ერთხელ რატო არ მომაწერინეს ხელი არ ვიცი მაგრამ გავარკვევთ ბატონო აქ იმდენი რამე საკუთრების უფლებაზე შეგვიძლია ჩამორთმევებზე ციხეში ჩასმებზე ფარულ მოსმენებზე შეგვიძლია სანამ ბაირამამდე მივალთ აი სანამ გვებაირამება მანამდე შეგვიძლია ვილაპარაკოთ 1000 რამეზე რა იმ საკითხებზე რომ ნახევარი საქართველოს ზის ციხეში იმიტომ რომ
ნარკოტიკს მოიხმარს მაგალითად და ამის გამო ადამიანებს ციხეში სვავენ. აი ეს ევროპული კულტურის ნაწილი რანაირად არის სასამართლო, მასმედიის თავისუფლება. აი რა ვიცი, მე რომ ამის ხელმომწერი ყოფილიყავი, იმდენ რამეს ვიტყოდი. კარგით. ნოემბრის ბაირამამდე რამდენი რამე მინდა რომ თქვა რა, მაგრამ არ მომაწერიდეს ხელი რა ვქნა. სანამ ხელს მოგაწერინებ, ბატონ გიორგი და სანამ გავარკვევთ რატო არ მოგაწერინეს ხელი. მანამდე რეკლამა ჩვენს ეთერში. მინდოდა იმერში და ეს გირჩიოთ. ბარემ მოაწერ. აი მოგაწერ ბატონო გიორგი, აი მოვაწერი ხელი. მოვაწერი ხელი. კარგი. ხართ ბატონ გიორგი შემოგვიერთა. გასაგებია რეკლამა ჩვენს ეთერში რეკლამის შემდეგ ვისაუბრებთ ამ თემას დაგველოდეთ. მაშასა თქვენ უყურებთ არგუმენტებზე ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან ფილოსოფოსები გიორგი მარგველაშვილი, გიანოდია. ჩვენ საუბრობთ იმ არასამთავრობო ორგანიზაციათა გაერთიანებას, რომელიც ევროპული საქართველოსთვის ესე ქვია, ამ გაერთიანებას, რომელშიც სამწუხაროდ ვერ მოხდა თურმე ბატონი გიორგი მარგველაშვილი და ძალიან გულდაწყვეტილია ბატონი გია და იქნებ დაგვეხმაროთ რომ ჩვენი სტუმარი არ წავიდეს გულდაწყვეტილი. მოხდა ხელი მოაწერა ხელი, არ ვიცი საკმარისია ეს ხელმოწერა, მაგრამ მე მგონი საკმარისი უნდა იყოს. მე არ ვიცი, მე არა ვარ. ეს არ არის ძალიან ხისტი ორგანიზაცია. ისე ბარემ ვიტყვი მაგასაც რომ იცოდეს ჩვენმა მაყურებელმა რა ორგანიზაციაზე გვაქვს საუბარი, პრინციპი, როგორც მათ ასე ვთქვათ, საკუთარ პრეზენტაციაზე ჩამოაყალიბეს, ესენი არიან ადამიანები, რომელთაც მათი მოკავშირეა ყველა, ვინც ევროპასთან ინტეგრაციის მომხრეა და ოპონენტია ყველა, ვინც ამ გზაზე უარს ამბობს და შესაბამისი ღირებულებებს უარყოფს. ჩვენ გვინდა ნამდვილი ევროპული ღირებულებების პოპულარიზაცია საქართველოში, ეს არის ადამიანის თავისუფლება, მცირე მთავრობა, ჩვენ გვსურს რომ მონაწილეობა მივიღოთ ზოგადად პოლიტიკის განსაზღვრაში საკანონმდებლო ინიციატივებით წავსდგეთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ეს აერთიანებთ ამ ადამიანებს და ამ პრინციპით მოხვდნენ ეს ადამიანები ამ ევროპულ ესე ვთქვათ ევროპული საქართველოს კოალიციაში, მაგრამ როგორც აი პირველი ესე ვთქვათ მინიშნება გაკეთა მაგალითად იგივე ბატონ გიორგის მხრიდან რაღაც არასწორად დაიწყო ამ კოალიციამ აქცენტის გაკეთება ევროპისკენ მიმავალ გზაზე. ბაირამობამდე ბევრი გვაკლიაო ესე ვთქვათ ბატონო გიორგი მაგნიშნა. ნუ იცით ახლა ეს ბაირამობა როგორ რამდენადაც ვიცი ნოვრუზ ბაირამი უკვე გამოაცხადა პრეზიდენტმა გამოაცხადა კი ბატონო ამ ასოციაციის ამ კოალიციის ხანუკობამდე კარგით ესე ვთქვათ კი ბატონო არა იცით რა არის ახლა ეგრე საერთოდ ვერაფერს ვერ გავაკეთებ იმიტომ რომ ამას რაღაცაზე რო იტყვი რომ მოდი ეს გავაკეთოთ არა ვიღაცა იტყვის არა ის უფრო მნიშვნელოვანია არა მე მგონი უნდა ვილაპარაკოთ ეს დავსვათ კარგად იყო დასმული საკითხი ეს და შუაში ევროპასთანო, ხო? მე მგონი ეს არის ძალიან კარგი საკითხი, ჩემი აზრით შუაში ევროპასთან, რა თქმა უნდა, მრავალი სხვა საკითხია კიდევ შუაში ევროპასთან, მაგრამ ნუ რატომღაც, ნუ რაღაც ადამიანებმა ეს ინიციატივა ამ ინიციატივით გამოვიდნენ, ალბათ სწორია ვთქვათ, ეს ინიციატივა სწორია და თუ არასწორი, თუ რატომ არ გამოვიდნენ სხვა ინიციატივით სხვა გამოვიდეს. ჩემი აზრით ეს არის ძალიან სწორედ ევროპული ღირებულებებისათვის ბუნებრივი და ნორმალური და მისი შესაბამისი ინიციატივა, იმიტომ რომ ევროპაში გამოიგონეს ტოლერანტობა, ევროპაში გამოიგონეს, ასე ვთქვათ, ევროპის გამოგონება, ევროპაში გამოიგონეს თუ შეიძლება ითქვას ის რომ სხვა კულტურა და კულტურული მრავალფეროვნება ეს არის პოზიტიური ღირებულება და არა მხოლოდ ის, რაც უნდა აიტანო, არამედ ის, რაც უნდა იზეიმო, ეს არის სწორედ ევროპული ღირებულება და სწორედ აი ასეთი ინიციატივა ნიშნავს ყოველშვაში დღესასწაული ეს არის ყოველთვის სიმბოლური დონე, მაგრამ სიმბოლურად აღიარებას ამ ევროპული ღირებულებებს. ბატონო, არავინ არ უარყოფს, რომ ტოლერანტობა არ არის მნიშვნელოვანი და არ არის ერთ-ერთი ევროპული ღირებულება, ხო? და ეს არ დაგვახლავს ევროპას, მაგრამ საუბარია იმაზე, არ ვიცი როგორ თქვა, იერარქია და ვარქვა თუ რა დავარქვა, რითი ვიწყებთ ევროპასთან სიახლოვეს? ანუ ეს არის ყველაზე მთავარი და პრინციპული და პირველი საკითხი, რომლითაც უნდა დავიწყოთ. დიახ, მე დღეს ახლა მოვდივარ ლექციიდან, სადაც რელიგიის და პოლიტიკის თემაზე მქონდა, კურსი მაქვს და აქ განვიხილავთ ამ საკითხებს, ისტორიულად რელიგიის თავისუფლება და ტოლერანტობა არის პირველი ღირებულება. ანუ აქედან დაიწყო საერთოდ ლიბერალიზმი, აქედან დაიწყო ევროპული ღირებულებები, რელიგიური, ასე ვთქვათ, ტოლერანტობის და რელიგიური მრავალფეროვნების აღიარებით, იმიტომ რომ მანამდე ლიბერალიზმი საერთოდ დაიწყო ისტორიულად. იმიტომ რომ ეს იყო რეაქცია რელიგიურ ომებზე, ევროპა საუკუნეების მანძილზე იყო ჩართული რელიგიურ ომებში, ძირითადად იყო კათოლიკეებსა და პროტესტანტებს შორის ომები და
ლიბერალიზმი, განმანათლებლობა ყველაფერი იწყება იმით, რომ პროტესტანტებმა და კათოლიკეებმა შეიძლება არ დაწვან ერთმანეთი კოცონზე. აი ეს პრინციპი აღიარეს, რომ არ არის აუცილებელი თუ პროტესტანტი ხარ, რომ კათოლიკო კოცონზე დაწვა და პირიქით. რადგან ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, როგორც ჩანს, თქვენი მოსაზრებით არსებობს რაღაცა პრობლემები ამ თვალსაზრისით, რელიგიური თვალსაზრისით, ქვეყანაში, რელიგიური ტოლერანტობის თვალსაზრისით. იცით, რაღაცნაირად მარტო რა თქმა უნდა არსებობს რელიგიური ტოლერანტობის თვალსაზრისით, ეთნიკური ტოლერანტობის თვალსაზრისით, არსებობს პრობლემები, რა თქმა უნდა. ჩვენთან ისე წავედ გას ეს საკითხი, რომ პირველ რიგში ეს უნდა მოვაგვაროთ, ასე ვთქვათ. არა, პირველ რიგში რა უნდა მოვაგვაროთ, ამაზე ეს არ ნიშნავს, რომ როგორც კი ადამიანი იტყვის, რომ მოდი ეს საკითხი გადავჭრათ, ესე იგი ის ამბობს ამით, რომ ეს საკითხი არის პირველ რიგში მოსაგვარებელი. ეს ლოგიკა ჩემი აზრით თავისთავად არასწორია. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, მე არ ვთვლი, რომ ეს არის პირველ რიგში მოსაგვარებელი, მაგრამ ესეც მნიშვნელოვანი საკითხია. კი ბატონო, გასაგებია. თქვენ როგორც ახალი ხელმომწერი ბატონ გიორგი, 57 წევრი ვარ. 57 წევრი თუ ხართ ამ ორგანიზაციის, თქვენს შესაბამისად ალბათ უერთდებით ამ სულისკვეთებას, რომელიც ჩამოყალიბებულია პრეზენტაციაში. ერთი რამეს ვიტყვით დაზუსტებისთვის, რახან ახალი წევრია, რომ თვითონაც ახლახან გავიგი გავაცნო. ის რომ ადამიანი უერთდება, თქვათ აი ამ პირველ მანიფესტს, ეს არ ნიშნავს, რომ ის 56-57 რამდენი წევრიც არის, ის ავტომატურად უერთდება ყველა სხვა დაუშვათ აი ამ ინიციატივას, რომელსაც ეს კოალიცია მიიღებს. შეიძლება 57-დან თქვათ 30 შეუერთდეს, ან 90 შეუერთდეს კიდევ სხვა, რომელსაც მანიფესტის ხელი არ მოუწერია. ეს არ არის რაღაც ხისტად ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბებული ორგანიზაცია, რომელსაც ხავს 57 წევრი და 57 წევრი მწყობრად ერთიანი ნაბიჯით რაღაც მიდის სადღაც და რაღაცას ხელს აწერს. ყოველი ახალი ინიციატივა, ყოველი ახალი აზრი უფრო მომწონს ეს ახალი ორგანიზაცია, რომელშიც გავიგე. აი ამ ტოლერანტული განწყობით ის რა იქ არ არის ისეთი ერთსულოვნება, როგორც არის ჩვენ პოლიტიკურ სტრუქტურებში წარმოდგენილი, არამედ აი ეს ლიბერალიზმი, აზრის თავისუფლება, აზრის გამოხატვის თავისუფლება. მე ვარ ამ ორგანიზაციის ახალი წევრი და არ ვიზიარებ იმ ინიციატივას, რომელსაც ორგანიზაციამ დაიწყო თავისი საქმე. რატომ? იმიტომ რომ მე კიდევ ერთხელ უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ ევროპული ღირებულებები განხორციელდეს არა ზედაპირული რაღაცა დღესასწაულების აღიარების დონეზე, არამედ ეს ღირებულებები განხორციელდეს სწორედ საზოგადოებრივი პოლიტიკური მოწყობის დონეზე. მე მიმაჩნია, რომ ჩვენ პირველ რიგში უნდა გავილაშქროთ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, რომელიც ფაქტიურად მონოპარტიული სისტემა არის. ჩვენმა ორგანიზაციამ ეს უნდა აკეთოს და მე მოუწოდებ ჩვენ წევრებს დანარჩენ 56 ადამიანს. ძალიან თამამად შეაბიჯეთ, მინდა გითხრათ ბატონ გიორგი, პირველი ესეთია პათოსი ჩვენი ორგანიზაციის და უკვე მე მიმაჩნია, რომ ძალიან სერიოზულად ჩვენ უნდა კიდევ ერთხელ აქცენტი გავაკეთოთ იმასთან დაკავშირებით, რომ ძალიან მკაცრი არის სახჯელასრულებითი სისტემა საქართველოში და ძალიან ბევრი ადამიანი ისეთ სასჯელს იხდის, რომლისათვისაც ჩვენ მოძმე ევროპაში ესეთი მკაცრი სასჯელები, ესეთი დიდი გადასახადები არ არის. და მე ხელახლა ვლაპარაკობ იმაზე, რომ თავისუფლება იმასთან დაკავშირებით, რომ ნახევარი საქართველოს ჩასვეს იმის გამო, რომ ისინი მოიხმარდნენ ამა თუ იმ სახის ნარკოტიკს და ამის გამო კი არ ხდება მათი მხარდაჭერა და დავუშვათ ხელის გამართვა, მის ციხეს ჩასმა, ეს მე აბსოლუტურად არაევროპულ ღირებულებად მიმაჩნია, პირველ რიგში სწორედ ლიბერალიზმის პოზიციიდან გამომდინარე. მე მიმაჩნია, რომ ის ემოცია, რაც საქართველოში შექმნა შინაგან საქმეთა სამინისტრო მოსმენებთან დაკავშირებით, მუდმივ დაპატიმრებებთან დაკავშირებით, ძალიან მცირე ეკონომიკურ დანაშაულებთან დაკავშირებით, დაპატიმრებასთან დაკავშირებით, მე ეს აბსოლუტურად მიუღებელი მიმაჩნია ჩვენთვის, როგორც ევროპული ერისთვის. ერთი საკითხი მინდა კონკრეტული დავაყენო, იმიტომ რომ ეს ეთანხმებით თუ არ ეთანხმებით აი ამ უკანასკნელ დოკუმენტს, ხო? მას აქვს ერთი პოზიტიური თვისება, რომ ეს არის კონკრეტული, ანუ ამბობს, რომ აი ეს მოდი, აი ეს კონკრეტულ დღესაც აი რა, მე კი არ გაკრიტიკებ. აი მე დარწმუნებული ვარ, ახლა ყველა მეც არ ვიცი დანარჩენი 56 ვინ არის ყველა, მაგრამ დარწმუნებული მათ შორის იქნება ბევრი ადამიანი, რომელიც მარიხუანას ლეგალიზაციის მომხრეა. ვიცი ასეთ ხალხი და არა, თქვენ ხომ არ შესთავაზებთ, უკვე არიან ასეთები ორგანიზაციები. მარიხუანის ლეგალიზაციას ის კონკრეტული ინიციატივა. კონკრეტულად გეუბნებით, არ შეიძლება ევროპულ სახელმწიფოში ხდებოდეს ადამიანის დაპატიმრება იმ ტიპის დანაშაულისთვის, რომელიც სხვა ადამიანს არ უქმნის არავითარ ზიას. და ეს შეეხება ესეთი გამოსწორება, როგორც ღვინის მოხმარებას ამერიკაში პროჰიბიშენი გახსოვთ, ხო? ასევე იქნება ეს soft drug-ები, რაზეც არის ლაპარაკი ჩვენ მოძმე ევროპაში, ინგლისში, რაც ჰოლანდიაშია დაშვებული. ამის გამო ადამიანების დაპატიმრება ჩასმა მრავალი წრით და მე მათი კიდევ ფინანსურად დასჯა ჩვენ როგორც ევროპულ ერს არ გვეკადრება. მე მიმაჩნია, რომ ხო, კიდევ ერთხელ აბსოლუტურად არ გვეკადრება ის ტერორი, რაც ხორციელდება აი ფინანსური ტერორი, რომლის გამოც ადამიანებს იჭერენ და მერე ახდევინებენ ფულს. ეს არ არის ჩვენი როგორც ევროპული პელიერის
ტრადიციაში. მე მიმაჩნია ასევე რომ ჩვენ როგორც ევროპულმა ერმა ძალიან მნიშვნელოვნად უნდა განსაზღვროთ ჩვენი სპეციფიურობა და განსაკუთრებულობა. აქედან გამომდინარე მე განსაკუთრებული ხაზი მინდა გავუსვა ისევ მართლმადიდებლობას ბატონო გია და რატომ ვილაპარაკე მე იმის თაობაზე რომ შეიძლება 10 დღესასწაული იყოს ზოგადეროვნული და სხვა რელიგიებს ცე პატივი, მაგრამ არ იყოს დღესასწაული ზოგადეროვნული. მე მიმაჩნია ჩვენ პირველ რიგში პატივი უნდა ვცეთ ჩვენ კონსტიტუციას, რომლის მე-9 მუხლი სწორედ ამას გვისაზღვრავს და გვეუბნება, რომ ჩვენ ევროპული ოჯახის ნაწილი ვხდებით და არა ევროპული ერის. ოჯახის ნაწილად გახდომა ნიშნავს შენი ინდივიდუალობის შენარჩუნებას და დაცვას. აქედან გამომდინარე, მართლმადიდებლობასთან მიმართებაში მისი დომინანტად აღიარება მე აბსოლუტურად როგორც ევროპელს არ მიჭირს და ამაზე კიდევ ერთხელ აქცენტს ვაკეთებ. და კიდე ძალიან ბევრი საკითხი, რომელიც არის დაკავშირებული ადამიანის უფლებებთან, მასმედიის საკითხებთან, გამჭვირვალეობასთან, მფლობელობაში, სასამართლოსთან, სწორედ ბალანსთან დაკავშირებით დასჭირდება ამ ორგანიზაციას ბატონ გიორგი იმდენი პრობლემები ჩამოთვალეთ. მე უნდა აუცილებლად ვაპირებ, ეხლა პირადად მივმართავ ჩემ 56 კოლეგას, რომელიც აქ არის, რომ აი ამ საკითხებთან დაკავშირებით შემომიერთდნენ და მეც მათ მივმართავ და აქ ასევე მიმაჩნია, რომ სასამართლოს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დავიწყოთ ჩემო კოლეგებო, ჩემო 56 კოლეგა ბატონ 55 ბატონ ერთი კოლეგა აქ არის ბატონი გია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი ამაზე აქცენტები გავაკეთოთ და რა ვიცი, აი დიდი სიამოვნებით ძალიან უცელისია ამ შემთხვევაში გიორგი მიმართავ. კარგია რომ ასეთი ინიციატივები თქვენ ამ შემთხვევაში ორგანიზაციის სულისკვეთება არის ზოგადი პოლიტიკის განსაზღვრაში მიიღოთ მონაწილეობა და საკანონმდებლო ინიციატივები წარსდგეთ და ბატონ გიორგის ამ შემთხვევაში სრული ჩამონათვალი აქვს ესე ვთქვათ რა არის გამოსასწორებელი ქვეყანაში იმისთვის რომ ევროპას დავუახლოვდეთ. ბატონო მე მგონი რომ იზიარებს ძალიან ასე ვთქვათ კარგია რომ ასეთი ინიციატივიანი ახალი წევრი შემოგვიერთდა და იმედია ის ამ ინიციატივებს რაღაც კონკრეტული წინადადებების სახით ჩამოყალიბებს და დარწმუნებული ვარ, ახლა რაღაც სფეროში შეიძლება იპოვოს ბევრი თანამოაზრე, რაღაც სფეროში ცოტა ნაკლები თანამოაზრე. აი თქვენ რაში იქნებოდით თანამოაზრე? აი განსაკუთრებით აი მარიხუანის ლეგალიზაციაზე თქვი მე არ ვიქნებოდი, მაგრამ არიან ადამიანები აი ამ კოალიციაში ვინც იქნებოდა. რაც შეეხება საგადასახადო სისტემის ლეგალიზაციას ბოდიში ლიბერალიზაციას. დიდი ბოდიში არ მithქვია, მე საგადასახადო სისტემაზე არ ვლაპარაკობ. არა, საგადასახადო სისტემაზე არ მithქვას. მე იმაზე რომ ჯერ იჭერენ და მე ახდევინებ და გასაგები ესეც ლიბერალიზაციაა ბატონოგი. არა. გადასახადების ამოსაღებად თუ იჭერენ, ესე იგი მაშინ საგადასახადო სისტემის ნაწილია ეს გადასახადების ადმინისტრირების წესი. საკანონმდებლო ნაწილი რა სისტემას მივიღებთ მეორეა როგორ აღვასრულებთ. ხო აღსრულების ნაწილი ჩემი აზრით და თქვა პრაქტიკა აღსრულების ეს არის საგადასახადო სისტემის ფართო გაგებით ნაწილი და ბევრი ადამიანი ვინც ამ კოალიციაშია დიდი სიამოვნებით ასე თქვა ამ სულისკვეთებას გაიზიარებს. როგორც საკანონმდებლო ნაწილში ისე აღსრულების ნაწილში. ასე რომ მე მოგიწოდებთ რომ კონკრეტულ იდეებად ჩამოაყალიბოთ ეს თქვენი ასე თქვა სულისკვეთება და მე ვნახოთ რამდენად ბევრი ადამიანი შემოგიერთდება. მაგალითად უმაღლესი თანამდებობის პირებს რო აუგზავნოთ აი ესეთი რაღაცა დამამცირებელი და ბრალმდებელი გამონათქვამები თავისი მოსახლეობის მიმართ. მაგალითად, აუგზავნოთ პრეზიდენტს, რომ უთქვას, რომ მიტინგი არის მოწყობილი აგენტების მიერ. ან აუგზავნოთ მას სიტყვა ჩარეცხილების ხმარება. აი მასე პრინციპში თქვენ სულისკვეთებას იცნობთ, ისინი მხარს დამიჭერენ თუ არა? არა მგონია, იმიტომ რომ ეს არის აკრძალვა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა, რაც არასწორია. რაც შეეხება უკაცრავად რა თქმა უნდა, რა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა არასწორია. იმ შემთხვევაში თუ უმაღლესი თანამდებობის პირი ამას ამბობს და ეს შეურაცხყოფს მეორე თუ შეურაცხყოფას ძალიან ცუდია ადამიანის, მაგრამ ეს აკრძალვა ეს ნუ ამასაც არის. ბატონოგია შეურაცხყოფის აკრძალვა არის თუ არა მისაღები ჩვენთვის როგორც ევროპელებისთვის მე ყოველთვის კოლეგას გელაპარაკებ. არა, აკრძალვა სხვა საკითხია, მიუღებელია მეორე საკითხი. ამიტომ მოგიწოდეთ შეურაცხყოფის აკრძალვა. არა, კი ბატონო, ხო მეც ხო გიპასუხებთ რომ არ არის მეთქი მისაღები შეურაცხყოფის აკრძალვა. ანუ მე ამიტომ მოგიწოდებთ კონკრეტულობისთვის. შეურაცხყოფა არის მორალურად მიუღებელი, მაგრამ კანონით აკრძალული არ უნდა იყოს. ეს არის ჩემი პოზიცია. ერთ ადამიანმა მეორე ადამიანს რო შეურაცხყოფა მიაყენოს სიტყვით. ეს კანონით არ უნდა იყოს აკრძალული, დიახ, ამას გეუბნებით. თქვენ კანონით აკრძალოს ეთქვათ ბატონ გიორგი? მაგრამ მორალურად მიუღებელი უნდა იყოს, გააჩნიათ და როგორ უნდა მორალურად მიუღებელი რა ვუყოთ ადამიანს რომელიც არა, თუ კი პრეზიდენტს აქვს ინფორმაცია რომ რომელიღაც მიტინგი აგენტების მიერა მოწყობილი
მისთვის სანდო ინფორმაციის წყარო აქვს. შეიძლება ის თქვა ეს არ არის ახლა კარგი, პირად შეურაცხყოფაზე როცა გადადის ამ შემთხვევაში პირად შეურაცხყოფა არავისთვის ხალხგასიებულებს როცა ეძახის პრეზიდენტი სუდი აკრძალული არ უნდა იყოს მეთქი კანონით ამაზე და რა უყოთ ეს პრეზიდენტი ციხეში კანონით არაყოლოდის ციხეში სვავენ არა ბატონო მე რა მინდა გითხრათ ცილის წამება და შეურაცხყოფა ეს არ ნიშნავს რომ ამის გამო ციხეში სვავენ მაგრამ ეგ შეიძლება იყოს აკრძალული და ამაზე იყოს კონკრეტული სანქცია იყოს მაგრამ ჩვენ შეგვიძლია პოსტფაქტუმ ეხლა მე არ ვამბობ რომ სააკაშვილს ეს წაუყენოთ მაგრამ შეგვიძლია უკვე ეხლავე ვთქვათ რომ აი როდესაც მან ეს სიტყვები თქვა ჩვენ 55-17 ევროპელი არ ვიზიარებთ მის პოზიციას ეგ შეიძლება კონკრეტულად თუ ვერ დაასაბუთა რომ აგენტების მოწყობილია ეგ შეიძლება ამიტომ მოგიწოდეთ კონკრეტიკისკენ რომ აი კონკრეტულად პრეზიდენტმა ამადამ რიცხვის ამადამ წლის ამადამ რიცხვში რო თქვა შეეშალა აი ასეთ ინიციატივით გამოდით და რა იცით იქნება დაეთანხმოთ ან არ დაეთანხმოთ ახალ წლებზე ხა ბატონო აი რამდენი საქმე გამიჩნდა ახლა ამ ბოლო დროს ამიტომ ხშირად უნდა მოხვიდეთ ეს ლიბერალური კოალიციაა და გაგიგებთ თუ კი ახალი წლის შემდეგ დაიწყებს ეს საქმეს მანამდე იქნება კიდევ ერთ საქმეს შემოგთავაზებთ ამ შემთხვევაში გადაცემის დასკვნით ნაწილში ამავე ორგანიზაციის ერთ-ერთი პუნქტი ეს რუსეთს ეხება ვერსად ვერ ავწდით რუსეთის თემას და ეს იქნება ჩვენ გადაცემის დასკვნით ნაწილის კიდევ ერთი საკითხი რომელზეც ვისაუბრებთ გადაცემაში რეკლამის დროა დაგვალოდეთ მაშინ ასე თქვენ უყურებთ არგუმენტებზე ჩვენი სტუმრები არიან ბატონები გიორგი მარგველაშვილი, გიანოდია, კოალიცია ევროპული საქართველოსთვის, საკმაოდ საინტერესო თემას გვთავაზობს როგორც ჩანს იმისთვის რომ ჩამოყალიბდეს ესე თქვარი სამოქალაქო საზოგადოება და რომელიც მიიღებს აქტიურ მონაწილეობას ქვეყნის პოლიტიკის, ზოგად პოლიტიკის განსაზღვრავში და საკანონმდებლო ინიციატივებით წარს დგება უახლოეს მომავალში და პირველი ინიციატივა ჩვენ უკვე გავაჟღერეთ ეს რელიგიურ საკითხებს უკავშირდება რელიგიური დღესასწაულების აღნიშვნის საკითხებს კიდევ ერთი საკითხი რომელიც ამ ორგანიზაციის პრეზენტაციაზე იყო გაცხადებული რუსეთს ეხება მე მოვახდენ ციტირებას თუ შესაძლებელია თქვენის ნებართვით პრეზენტაციაზე იყო გამოთქმული აზრი რომ აქ არიან ის ადამიანები რომლებიც ფიქრობენ რომ საქართველოს უნდა აიღოს კურსი არა რუსეთისკენ არამედ ევროპისკენ და რომ ჩვენს ქვეყანას მომავალი არ ექნება იქ სადაც ამ ქვეყნის პოლიტიკური ელიტის გარკვეული ნაწილი მიეკაჩება ესეც საერთოა იმ ადამიანებისა ვინც ანუ საკითხი რომლის ირგვლივაც თქვენ გაერთიანდით ესეც გაერთიანებთ ბატონ გია თუ არა ესაუბრებოდი ეს რომელიმე ასე ვთქვათ იმაში არ წერია მაგრამ მე ვარაუდობ რომ კი ეს გაერთიანებთ რომ ეს მე არ ვიცი უბრალოდ მართლა გითხრა ის 57 ვინ არის 57 ვიცი მაგრამ მეც დანარჩენი 55-დან ზოგი ვიცი 1-2 მაგრამ უბრალოდ ზუსტად არ ვიცი ვინ არის ეს ხალხი მაგრამ ვარაუდი კარგი სიტყვა ვარაუდობ რომ ალბათ ამას დაეთანხმება ყველა ანუ უმრავლესობა ამ თეზის კარგი მოდი ახალ წევრს ვკითხოთ მაშინ მე კი გეძახით ბატონ გიორგი ახალ წევრს მე არ ვიცი უბრალოდ როგორ წევრიანდებიან ამ ორგანიზაციაში თქვენ კი მოაწერეთ ხელი წერია ბოლოში ვინც ეთანხმება ამ პრინციპებს ჩვენიანიაო და თუ ეთანხმება ესე ჩვენიანი თქვენიანს გეკითხებით ანუ ბატონ გიორგი ამ მოსაზრებას ანუ უერთდებით არის ეს ერთ-ერთი გამსაზღვრელი პირობა რის გამოც თქვენ უერთდებით დანარჩენ 56-ს იცით რა მე ეს მოსაზრება ზედმეტად კატეგორიულად მიმაჩნია მე დაველაპარაკები ჩვენ წერებს ამის თემაზე მაგრამ პათოსი რომ შენ ხარ ევროპის ნაწილი თავისთავად აპრიორი გულისხმობს გარკვეულ სხვა რამეზე უარის ხმას კი არა, მაგრამ პრიორიტეტულობის აღიარებას აი ამ გეოპოლიტიკური თუ ამ კულტურული სივრცის მიმართ. ემოციურად რო გითხრათ, ჩემი აზრით საქართველოსთვის რუსეთი რა როლსაც თამაშობდა, შეიძლება ბოლომდე კარგად არა ვარ ამაში გარკვეული, მაგრამ ის რა დადებითი როლიც რაღაცა პერიოდში რუსეთმა ითამაშა საქართველოსთვის, სწორედ ევროპიზაციის კონტექსტში იყო რუსეთი საქართველოსთვის დადებითი. არაევროპიზაციის ნაწილი რუსეთისა საქართველოს მიმართ, ესე რომ შევხედოთ, ანუ კულტურულად რუსეთმა თავის დროზე გაუხსნა შესაძლებლობა ქართველებს, რომ ევროპული განათლება მიეღოთ, ზიარებოდნენ დაუშვათ ევროპულ ღირებულებებს, მეცნიერებას რუსეთში, პეტერბურგში და მოსკოვში, ძირითადად პეტერბურგში, ხო და ამ წასულიყვნენ პარიზში და 19 საუკუნეს გულისხმობს. დიახ, მაგ პერიოდს ვარ. არა, ასე ვთქვათ, პოზიტიური ნაწილი რუსეთისა, რომელიც ჩვენზე მოქმედებს, ეს არის ჩვენი სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული ნაწილი, ჩვენი რუსული სახელმწიფოებრივი ტრადიციის აქ გადმომტანი ტენდენციები.
ყველა შემთხვევაში ჩემი აზრით ამ ეტაპზე და სამწუხაროდ ალბათ დიდი ხნის მერეც ეს ტენდენციები იქნება არაპროგრესული და დამაზიანებული ქართველი სახელმწიფოსათვის. ასე რომ მე რუსეთზე ესე ხელაღებით და როგორ ვიტყვი უარს, ოდესაც ეს არის უზარმაზარი კულტურის და ჩვენთვის ბაზრის და კულტურული კავშირების და სხვა თვალსაზრისით ძალიან საინტერესო ქვეყანა, იგივე ჩვენი ქვეყნის დაცულობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ქვეყანა, მაგრამ ამდენად ესე ერთმნიშვნელოვნად მე რუსეთზე უარს ვერ ვამბობ, მაგრამ მეორეს მხრივ, როდესაც ეხება ლაპარაკი რუსულ სახელმწიფოებრივ ექსპანსიას, იქნება ეს უშუალოდ დაუშვათ საქართველოს ანექსია, თუ იქნება ეს რუსული სახელმწიფოებრივი მართვის ტენდენციების გადმოტანა საქართველოში. მე მიმაჩნია, რომ ეს პრობლემურია ძალიან ჩვენი ახლად ჩამოყალიბებული ქვეყნისთვის. თუ კი აშკარა უმცირესობაში მოხდება ბატონ გიორგი, თუნდაც ამ თვალსაზრისით, რომელიც ახლა მე ვერ ხედავ რაში რატო უნდა მოხდეს უმცირესობაში, იმიტომ რომ გიორგი საუბრობს ესეთ კატეგორიული ტონი რუსეთთან დაკავშირებით, აი ესე როგორც ჩამოყალიბება ხომ? ეს არის ტონის კატეგორიულობა არის ერთ საკითხი, ყველა სხვა გემოვნება აქვს, მე მგონი, ბევრი ადამიანი აღიარებს, რომ 19 საუკუნეში რუსეთმა მართლაც, ასე ვთქვათ, გარკვეულად საქართველოს ევროპიზაციის თვალსაზრისით პოზიტიური როლი შეასრულა, მაგრამ მე-20 საუკუნეში ამას ვეღარ ვიტყვით და ესე ვთქვათ, თეორიულად რუსეთი რაღაც ჩემთვის ცოტა გაუგებარია, დღევანდელი რუსეთი არის თავისი ღირებულებებით და განვითარების ვექტორით პრაქტიკულად ევროპულ ღირებულებებს დაპირისპირებული ქვეყანა. და ამავე დროს ისიც მართალია, რომ არსებობს საქართველოში საზოგადოებისას და პოლიტიკური ელიტის რაღაც ნაწილიც, რომელიც ასე ვთქვათ, რუსეთისკენ გვეკაჩება, როგორც ამ კატეგორიულ ტექსტში წერია და ჩემი აზრით, სწორად წერია, რომ ეს ამათ კი არ დაუჯეროთ, ვინც აი ამ დღევანდელი რუსეთისკენ გვეკაჩება და არა რაღაც აბსტრაქტული იდეალური რუსეთისკენ, ამათ არ დაუჯეროთო და ევროპული გზით ვიაროთო. რაც ბატონმა გიორგიმ თქვა, მე მგონი ამის საპირისპირო არ არის. არა, მე დავამდი, ამათაც არ დაუჯეროთ და იმათაც არ დაუჯეროთ, ვითომ ევროპისკენ რომ მიგვეკაჩებიან და ვითომ ევროპულ ღირებულებებს რო აფუძნებენ. ესენი ვინ არიან, ვინც ევროპისკენ მიგვეკაჩებიან? ნუ აი, როგორც აქ არ არის სახელით და გვარით მოხსენებული ადამიანები, მეც ამას ვამბობ, რომ აი იმათაც ნამდვილად არ დაუჯეროთ, იმიტომ რომ იმათ მიერ შექმნილი საქართველო და იმათ მიერ შექმნილი ევროპული ღირებულებები ძალიან ფასადურია და რეალურად ევროპული სულისკვეთებასთან არაფერი კავშირი არ აქვს. თქვენც ასე ვთქვით, გია? იმიტომაც შეიქმნა ეს ორგანიზაცია, რომ არც ევროპული იმდენად რეალური, როგორც მაგალითად გვიხატავენ? არა, ნუ ცხადია, რომ ამ ორგანიზაციის წევრებს რო ქონოდათ იმათი რწმენა, რომ ყველაფერი არის რაღაცა კაკპამასლუ რუსები რო იყვნენ რაღაც რუსეთზე ლაპარაკობთ, რომ აი პრობლემა არ არის, ასე ვთქვათ, არაფერი ჩვენი ევროპიზაციის გზაზე, რა თქმა უნდა. მათაც მეც და ალბათ სხვებსაც აქვთ გარკვეული წუხილები, რომ ჩვენი ევროპისკენ გზა არ არის ვიავარდით მოფენილი, ასე ვთქვათ, არა მარტო იმის გამო, რომ რუსეთი გვიწევს წინააღმდეგობას, არამედ ჩვენ თვითონაც უწევთ ჩვენ თავს წინააღმდეგობას, მაგრამ ნუ ალბათ ასეთი კატეგორიულობას არ დაეთანხმებიან დღევანდელი ხელისუფლების შეფასებაში ზოგიერთი წევრები ამ კოალიციის. ხელისუფლება არ მითხოს, თქვენ თვითონ მიხვდით ბატონო. არა, ვინც გვეხმარება, ნუ მე გიცნობთ და ადვილი მისახვედრი იყო, ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, გამჭრიახობა არ ჭირდებოდა ამის კარგი. რადგანაც ახალი წევრი ხართ და დასასრულისკენ მივდივართ ბატონ გიორგი, გექნებათ რამე ახალი ინიციატივა, რითაც მიმართავთ თქვენს ახალ ორგანიზაციას ამ შემთხვევაში? მე მიმართავ ამავე ახალ ორგანიზაციას, მე მიმართავ თქვენს დირექციასაც, იმიტომ რომ ევროპული ღირებულება პრინციპულად ორიენტირებულია ინდივიდზე. ეს არის ინდივიდის მიერ არა მასის, არამედ ინდივიდის მიერ ჩართულობა საზოგადოების მართვაში, სახელმწიფოს მართვაში. აქ ყველა ინდივიდის და უნიკალურობას და დამოუკიდებლობას განსაკუთრებით ესმევა ხაზი. ეს მნიშვნელოვანია იგივე ჩვენი სახელმწიფოების განვითარების თვალსაზრისით, იგივე საშუალო ბიზნესი გაძლიერდეს, მოძლიერდეს ეკონომიკურად ის კლასი, რომელიც იქნება არა მასა, რომელსაც დაუგებ გზას ან გაურემონტებს ახურავს და ის ხმას მოგცემს, არამედ რომელიც შენთან ერთად გეგმავს მომავალს. ამაზე რომ მე ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ ინდივიდზე განსაკუთრებული ხაზი იქნას გასმული და ამ თვალსაზრისით დღეს თქვენი დაბადების დღეა, მაგრამ მე ვხედავ, რომ თქვენი უფლებები ირღვევა, თქვენ მუშაობთ პირდაპირ ეთერში და მე მოუწოდებ ამ ტელეკომპანიის ხელმძღვანელობას პატივისცემ ადამიანის უფლებას აღნიშნოს წელიწადში ერთხელ თავის დაბადების დღე და ამ თვალსაზრისით გარკვეული შიდა რეგულაციებით მაინც გავხდეთ ევროპელი. მადლობთ რომ ჩემს უფლებებს ისწავთ ამ შემთხვევაში. დაამატებდით არა მარტო მე კოალიცია ევროპული საქართველოს რომელიც 57 არასაფრთხო ორგანიზაციას დავამატო, მაგრამ არ ვიცი რომელი ერთი სიტყვა შემიძლია თქვა ამინ, შემიძლია თქვა ინშალა. კარგით. ძალიან დიდი მადლობა. მე მადლობას მოგახსენეთ, რომ ესეც საინტერესო და სასიამოვნო ეთერი მაჩვენეთ დღეს. მადლობთ
იმისთვის რომ მობრძანდით და მიიღეთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა გიორგი მარგველაშვილი გიანოდია ჩვენი გადაცემის სტუმრები ბატონო გიორგი მე გილოცავთ ახალ ორგანიზაციაში გაწევრიანებას მადლობთ ზუსტად 9 საათზე გელოდებათ მაესტროს ახალი ამბები მაკა ცინცაძესთან ერთად 10 საათზე პირდაპირ საუბარი და ეკაბერიძის სტუმრები იქნებიან დავით ბერძენიშვილი ზაზა ფირალიშვილი მე ხვალამდე გემშვიდობებით ნახვამდის